2012-ში, როდესაც მისურიში წავედით, ჩვენ ოჯახით წავედით, სკოლას აი ამ საშუალო სკოლას არ ქონდა რობოტიქსის კლუბი და ჩემი შვილი იყო ძალიან დაინტერესებული ამ რობოტიქსით. ერთ-ერთმა ამერიკელმა მშობელმა მითხრა, რომ შენ ხომ იცი ეს სფერო და მოდი შენ თვითონ გააკეთე. მოჩნდა, რომ ამ პროგრამების უმეტესობა არა სახელმწიფო დაფინანსებით, არამედ მშობლების, სტუდენტების, პენსიაზე გასული პროფესორების მიერ ხორციელდება. და მივხვდი, რომ მეც შემიძლია იგივე გავაკეთო, ესე გავხდი რობოტიქსის მწვრთნელი და შემდეგ ძალიან ბევრ რაღაცაში ჩავერთე. ამან მომცა რაღაცნაირად ბიძგი. და მოდი გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტს დავეხმარები საინჟინრო პროგრამების განვითარებაში, მოდი ბავშვებისთვისაც რაღაცებს დავიწყე. მე აქტიურად თანამშრომლობდი სახელმწიფო ორგანიზაციებთან, სამინისტროსთანაც განათლების სამინისტროსთანაც მითანამშრომლია, აქტიურად თანამშრომლობდი ტექნოლოგიების სააგენტოსთან, მაგრამ შარშან, როდესაც აი ესეთი უცნაური კანონი მიიღეს, რომელიც პირდაპირ რუსული ხელწერა იყო და ზუსტად იმეორებდა იმას, რაც რუსეთში მოხდა, შარშან მივხვდი, რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ და ეს აქტივიზმი შარშან დაიწყო ჩემი, თორე არასდროს მე არანაირ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე არ მიფიქრია.